მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. როგორც ყოველთვის მინდა მადლობით დავიწყო, მადლობა თქვენ არხის გამოწერისთვის, მადლობა თქვენ კომენტარებისთვის, ჩემო კარგებო. ახლა მინდა შემოგთავაზოთ ასეთი გაშლა. სანამ გაშლას დავიწყებთ, ჩემო კარგებო, მინდა გითხრათ, რომ ვისაც არ მოგეცათ შანსი, რომ თქვენი კითხვა დაგესვათ, ადევნოთ თვალყური პოსტის სახით მე კვლავ გამოვაცხადებ, გამოვაქვეყნებ და აი მაშინ იმ პოსტის ქვეშ შეგეძლებათ რომ დამიტოვოთ თქვენი კითხვები, ისე რომ გული არ დაგწყდეთ, ჩემო კარგებო. მსგავსი ფორმით მე კვლავ გავაგრძელებ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას. ერთადერთი თქვენ რაც გევალებათ არის ის, რომ გააქტიუროთ ზარისხილაკი თუ გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, თუ არ გაქვთ გამოიწეროთ ჩემო კარგებო და მოკლედ ყურადღებით იყოთ, რომ არ გამოგრჩეთ ახალი პოსტი და ახალი გაშლები. და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, მადლობას გიხდით ჩემო ძვირფასებო, ვინც მეხმაურება, როგორ რეზონირდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. პირადად როგორც მოგიხსენებათ, სწავლა სიბერემდეო, ყოველთვის ადამიანი უნდა ეცადოს ხო განვითარებას და ტარო ეს არის უძირო სამყარო. შესაძლებელია სრულიად ერთმა არკანმა სხვადასხვა გაშლაში სულ სხვადასხვა მნიშვნელობა და ახალ-ახალი მნიშვნელობები შეიძინოს და ამიტომ ეს ჩემთვის თქვენი გამოხმაურება ძალიან მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ რაღაც ახალ მნიშვნელობებს ზოგჯერ ისეთ რაღაც უცნაურ და საინტერესო მნიშვნელობას იცეს ესა თუ ის არკანი, რომ შემდეგ გათამაშების კუთხით რა, როგორ გათამაშდება შემდეგ ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის, ანუ მე ვაკვირდები ხო თითოეულ გაშლას, ვისთან როგორ რეზონირდება, ვისთან როგორ რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ გაშლაში თითოეულ არკანს და როგორც გითხარით და გავიმეორებ კიდევ რომ ტარო ეს არის უძირო სამყარო, მარტო ერთი და ორი მნიშვნელობა არ აქვს, ანუ სხვადასხვა მნიშვნელობები შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სიტუაციაში და ამ ყველაფერს მე ვადევნებ თვალს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამოხმაურება თქვენი ჩემო კარგებო. ახლა გადავალ გაშლაზე, რომ აღარ მოგაცდინოთ. დღევანდელი გაშლა იქნება ორ ვარიანტზე. აირჩიეთ ვარიანტი, პირველი და მეორე ვარიანტი ჩემო კარგებო და გაშლა იქნება რას ფიქრობს ამჟამად ამ წუთას თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ზოგადად და თქვენზე თუ ფიქრობს და რას ფიქრობს, ნახოთ. ანუ ჩვენთვის საინტერესო პიროვნების და ჩვენ რა თქმა უნდა ეს პირადი ურთიერთობა, პირადი გაშლა, ანუ პირადი ურთიერთობაზეა გაშლა. არ დაგვავიწყდეს რომ საჯარო გაშლა ჩემო კარგებო და მაშინ დავიწყოთ ჩაიფიქრეთ ვარიანტი, მე ცოტა ხანი გავჩუნდები და ნახოთ რას ფიქრობს ამ წუთას, ამ მომენტში თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. ზოგადად რაზეა მისი ფიქრები, რა ფიქრებია უტრიალებს თავში და თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს. ნახოთ. მაშინ ვინც პირველი აირჩია, რას ფიქრობს პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ზოგადად ამჟამად რა ფიქრებით არის მისი თავი დაკავებული, რა არის ის საფიქრალი, რაზეც ფიქრობს. მოდი სამ კარტს დავდებ. და ახლა ნახოთ თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს, თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს, კონკრეტულად თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს. ეს პირველი ვარიანტი ჩემო კარგებო, მე აქ დავდებ პირველ ვარიანტს და შემდეგ მეორე ვარიანტისთვის, ვინც მეორეს აირჩევს, ან აირჩია, რას ფიქრობს მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ზოგადად რა ფიქრები უტრიალებს, რითია მისი თავი, რა ფიქრებით არის მისი თავი დაკავებული, ზოგადი ფიქრები გვაინტერესებს და შემდეგ თქვენთან მიმართებაში რას ფიქრობს, ნახოთ თქვენთან მიმართებაში რას ფიქრობს. ეს მეორე ვარიანტი ჩემო კარგებო. ნუ თუ აირჩიეთ უკვე ვარიანტი, მე მეორე ვარიანტს გადავდებ გვერდით ჩემო კარგებო. მეორე ვარიანტს გადავდებ გვერდით და პირველი ვარიანტი ვინც აირჩია, ნახოთ რითია თქვენის პიროვნების, თქვენის მიერ ჩაფიქრებული პიროვნების თავი ზოგადად რა ფიქრებით არის დაკავებული, ნახოთ ჩემო კარგებო. თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას ამჟამად აწუხებს რაღაც შესაძლებელია ეს არის სიტუაცია, რაღაც კონფლიქტური სიტუაცია ზოგადად და რომელიც ძალიან გულს ткენს, თითქოს უნდა რაღაც მოქმედება დასტის ძირზე მაქვს, შესაძლებელია, მისი ფიქრები უკვე დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაშია, ცხრიანი ხმალი და ზომიერების არკანი, ანუ დიდი ხანია რაღაც კონფლიქტურ სიტუაციაზე ფიქრობს, სამიანი ხმალი ეს ტკივილი, რომელიც შესაძლებელია წარსულში ქონდა, აი ამ მიიღო ამ პიროვნებამ ურთიერთობაში, აი ამ ეს ძალიან აღელვებს
აფიქრებს, თითქოს უნდა მოქმედება, მაგრამ არის მის ცხოვრებაში სირთულე, რაც არ აძლევს მოქმედების საშუალებას. შესაძლებელია იცით რა არის, ვინც ჩაიფიქრეთ ეს პიროვნება, ამ პიროვნებას სურს რაღაც დაძაბული ურთიერთობის გამოსწორება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ დასტის ძირზე მქონდა ცხრიანი ხმალი, სინანულის გრძნობა აქვს, შესაძლებელია ღამეებიც არ სცინავს იმაზე ფიქრით, როგორ გამოასწოროს ის მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა. თქვენს, ზოგადად რაღაც კრიზისულ სიტუაციაზე ფიქრობთ, შემოკარგებო, და კრიზისული სიტუაციის გამოსწორებაზე, რომლის თითქოს სურს რომ გამოასწოროს, მაგრამ არის რაღაც ხელისშემშლელი ფაქტორები, შესაძლებელია თავის თავთან ბრძოლაშია, შინაგან ბრძოლებშია, ვერ გადალახა ის ბარიერი, ის თავმოყარეობა თუ არ ვიცი რა დავარქვა, რომ გამოასწოროს. მე ჩავეციები გაურკვევლობაშია ეს პიროვნება, უნდა მოქმედება და ეს ქალს უკავშირდება. ჩემო ძვირფასებო, სავარაუდოდ თქვენ გიკავშირდებათ ქალს, რომელთანაც ურთიერთობა დასრულებულია და ნახეთ ისევ პოზიციაშია. პიროვნებას აწუხებს ამ მომენტში და ფიქრობს ურთიერთობაზე, ურთიერთობის გამოსწორებაზე, გაურკვევლობაშია, მაგრამ რატომღაც ვერ მოქმედებს. ნახოთ თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს თქვენთან დაკავშირებით. რა გითხრათ, აი შემოკარგებო, ნახეთ თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს, რომ რაღაც ეტაპი, გზა რომელიც და ურთიერთობა რომელიც იყო, რაღაც დასრულდა და საჭიროა ციკლი ურთიერთობის დასრულდა და ფიქრობს ურთიერთობის განახლებაზე ეს პიროვნება, ფიქრობს რომ მოვიდეს სიტყვაზე დაგელაპარაკოთ, მაგრამ ძალიან 10-იან კვერთხებშია, ძალიან უჭირს ამის გაკეთება, პასუხისმგებლობის ხელში აღება, თუ არ ვიცი, თუ არ იცის რამდენად რა მოყვება ამ ყველაფერს, ხო? მოდი გავხსნი მე 10-იან კვერთხებს. რაზე გვესაუბრება 10-იანი კვერთხები? რაზე გვესაუბრება 10-იანი კვერთხები? შეიძლება რომ თქვენზე ფიქრობს, შემოკარგებო, თქვენზე ფიქრობს და ფიქრობს იმას, რომ უჭირს ძალიან ამ პიროვნებას ნაბიჯის გადმოტმა, იმიტომ რომ თქვენ არ იცით მას როგორ მიიღებთ. თქვენ არ იცით მისი, მან არ იცით თქვენ როგორ მიიღებთ მის წინადადებას. აი ეს გაურკვევლობა აქვს, იმიტომ რომ მოქმედება სურს, მაგრამ არ იცის ეს როგორ გააკეთოს, რანაირად გააკეთოს. შესაძლებელია თქვენი რეაქციის ფიქრობს, რომ თქვენ არ მიიღებთ მის წინადადებას, მის შეთავაზებას და ამიტომ რომ იტყვიან კი ცდილობს და რაღაც ფიქრები აქვს თავში, სინანულის გრძნობა რაღაც, მაგრამ როგორ მიიღებთ ეს არ იცის. დალაპარაკება სურს დალაპარაკება, სიტუაციის გარკვევა და ურთიერთობის ახლიდან დაწყება. ნახეთ როგორი არკანები ამოვიდა. იეროფანტი, სამართლიანობის არკანი, სულელის არკანი და შეყარებულების არკანი. უნდა მას ფიქრობს ერთი სიტყვით იმაზე, სამიანი პენტაკლი დასტის ძირზე, რომ მოვიდეს, შესაძლებელია ფიქრობს იმასაც, რომ მესამე პირით შარიოს ან ვინმე სთხოვოს, თქვათ, დახმარება ამ ურთიერთობის აღდგენაში, არ ვიცი, შესაძლებელია საერთო ნაცნობი, საერთო პიროვნება, ვისაც თქვენ იცნობთ. ყოველ შემთხვევისთვის პიროვნებას სურს რომ რაღაც დაალაგოს ურთიერთობაში თქვენთან მიმართებაში და ყველაფერი დაიწყოს ახლიდან, გაარკვიოს ყოველ შემთხვევისთვის სიტუაცია, მაგრამ ეშინია იმის რომ თქვენ შეიძლება ან არ მიიღოთ მისი წინადადება, მისი შეთავაზება, ან ხელი ზურგი აქციოთ ისევ და შეაქციოთ ზურგი ერთი სიტყვით, აი ეს გაურკვევლობაშია ეს პიროვნება, მოქმედება სურს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ კი რაღაც შეიძლება ნაბიჯები უკვე დაწყებული აქვს ეს პროცესი, თქვენსკენ როგორ გამოვიდეს თქვენამდე, ხო? ფიქრობს შეიძლება კიდეც რომ აიღოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც რაც არის საჭირო თქვენთან მიმართებაში, მაგრამ ჯერჯერობით უჭირს და ესეთი ფიქრები აქვს ერთი სიტყვით. ეს იყო პირველი ვარიანტი, შემოკარგებო. პირველი ვარიანტისთვის მადლობას მოგახსენებთ. მე აი ასე დავდებ, იქნებდა გაბედოს და გამოვიდეს ამ პიროვნებას ის, რასაც სურს. ორიანტას დავადებ მაღლიდან.
გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, ჩემო კარგებო, ვინც მეორე ვარიანტი, აი, ჩაიფიქრა, რას ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, ზოგადად რა ფიქრები უტრიალებს თავში. Ну, იცით რა არის, აქ შესაძლებელია. პირველმა ვარიანტმა გააგრძელა ყურება, შესაძლებელია იყოს ანალოგიური სიტუაცია, როდესაც რვიანი ხმალი პიროვნება არის შიშებში, ბლოკებში, ერთი სიტყვით რაღაც წინაღობებში. ოღონდ ეს წინაღობები შესაძლებელია რეალურადაც იყოს, მაგრამ შესაძლებელია ეს შიშები კონდეს თვითონ პიროვნებას თავში. აქაც არის მომენტი ისეთი, რომ პიროვნება ფიქრობს რაღაცნაირად გამოვიდეს აი ამ შიშებიდან და ბლოკებიდან და ახალ შანსზე ფიქრობს პიროვნება. ზოგადად გეტყვით, რომ აქაც არის მისი შიშები და ფიქრები დაკავშირებული რაღაც ურთიერთობასთან, ჩემო კარგებო, ურთიერთობა, რომელიც შესაძლებელია ამ მომენტში არის დაპაუზებული და აი ეს ფიქრები აწუხებს ამ პიროვნებას, რომ რაღაც ახალი შანსი, რაღაც ახალი ეტაპი რომ დაიწყოს ცხოვრებაში, მის ცხოვრებაში და მაგრამ რაღაც შიშები აქვს, ბლოკები, ბარიერები, რომელსაც ვერ ლახავს ალბათ და დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფება და თავის აი ჩაძირულია ერთი სიტყვით თავის აი ამ სანერვიულო საფიქრალში. Ну, აქაც სამიანი ხმალი. Ну, გულგატეხილი აქ, კი, აქაც არის ჩემო კარგებო ურთიერთობა, შესაძლებელია თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან ამ მომენტისთვის ურთიერთობა დაძაბული გაქვთ და სწორედ აი ეს ფიქრები უტრიალებს თქვენთან დაკავშირებით. თქვენ ხართ მისთვის იმპერატრიცა ყველანაირად შემკული. Ну, იცით რა არის? აქ შესაძლებელია იმპერატრიცა და იმპერატორი ამოვიდა. შესაძლებელია ზოგიერთს შვილები წყათ, ჩემო კარგებო და აქ არის მომენტი, როდესაც ურთიერთობაში რაღაც წენა დროებითი შეიძლება პაუზა ურთიერთობაში და რაღაც ბალანსია დარღვეული. შესაძლებელია იმის გამო, რომ სიანი მაინტერესებს. Ну, აქაც ასევე ურთიერთობა არის დაპაუზებული, ჩემო კარგებო და შესაძლებელია ეს გამოწვეულია იმით, რომ რაღაც მოხდა თქვენ შორის, არ ვიცი, აქ მე მიჩვენა აქ ის, რომ შეიძლება ამ ურთიერთობაში იყოს მეორე ვარიანტში მესამე პირი ფიგურირებდეს, რომლის გამოც ურთიერთობა არის დაძაბული, ჩემო კარგებო და სწორედ აი ეს ფიქრები უტრიალებს თქვენს პარტნიორს თავში, როგორ გამოასწოროს ის ურთიერთობა, ის დაძაბულობა, როგორ განმოხტოს და როგორ შეცვალოს, ასე ვთქვათ. მოდი ვნახოთ თქვენთან დაკავშირებით რა ფიქრები აქვს თქვენთან დაკავშირებით. აქ პიროვნება, იცით როგორ რა მომენტია? აქ ვფიქრობ, თქვენზე ფიქრი აქვს, ხო, თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ თქვენ არასწორი არჩევანი გააკეთეთ, თქვენს გამო, ანუ შესაძლებელია, იცით რა არის, აქ არ არის გამორიცხული, რომ თქვენ იყოთ წასული ურთიერთობიდან იმის გამო, რომ მიგიღოთ ის, რაც წინა პარტნიორთან ურთიერთობაში გეკლდათ, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება ფიქრობს, რომ თქვენ კარტები მეორდება, ვერ გააკეთეთ სწორი არჩევანი, არ აირჩიეთ, ანუ არ გააკეთეთ სწორი არჩევანი, შეიძლება რაღაც აქ მატერიალური ფიქრებია ის, რომ შესაძლებელია არ ვიცი, აქ ზოგიერთი იყოს ისეთი საკითხი, რომ რაღაც მატერიალური კეთილდღეობის გამო დატოვეთ ურთიერთობა, შესაძლებელია წახვედით გზაზე, ანუ შორს წახვედით, ხო, სხვა ნაპირზე გადახვედით, იმის გამო, რომ რაღაც მიზანი გქონდათ ცხოვრებაში, რაღაც კეთილდღეობის გამო, ხო, მატერიალური კეთილდღეობის გამო, იმიტომ რომ ცხრიანი პენტაკლი ამოვიდა, აქ პენტაკლები ამოვიდა, აქ მატერიალურზე ფიქრია და შესაძლებელია თქვენი პარტნიორი ფიქრობს, რომ თქვენ მატერიალური კეთილდღეობა აირჩიეთ, პირადი კეთილდღეობა აირჩიეთ მის ნაცვლად, ხო? აი ესეთი საკითხია აქ, ჩემო კარგებო.
იქ მე მიჩვენებს იმას, რომ ერთ-ერთი პარტნიორი არის შესაძლებელია სხვა ქვეყანაში იმყოფებით, სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებით და შესაძლებელია არც აქვს ინფორმაცია თქვენ ერთმანეთთან, ისეთი ახლო კომუნიკაციაც არ გაქვთ და კონტაქტიც არ გაქვთ და ზუსტად აი ეს სიშორე და მანძილი არის თქვენს შორის რაღაც ბარიერი და ამაზე ფიქრობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, რომ თქვენზე ფიქრობს იმას, რომ თქვენ არჩიეთ რაღაც მატერიალური კეთილდღეობა და ასე ვთქვათ წახვედით ურთიერთობიდან იმის გამო, რომ რაღაც მატერიალური კეთილდღეობა შეგექმნათ და თქვენ უბრალოდ მისი ფიქრები არის ის, რომ თქვენ არასწორი არჩევანი გააკეთეთ, რომ არ უნდა მოქცეულიყავით ასე. აი ასეთია მისი ფიქრები თქვენთან მიმართებაში. ამჟამად ჩემო მეორე ვარიანტი ძალიან მაინტერესებს. ვისთან როგორ რეზონირდება, არ დაგვაუწყდეს, რომ ეს არის საჯარო გაშლა ჩემო კარგებო. მადლობა და